გაუპატიურებით მუქარა პოლიციის მხრიდან ინფორმაციას მოქალაქე ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა თიანეთში მოხდა. მისი Facebook პოსტის თანახმად დაჯარიმებისა და სამართალდამცველებისთვის ფოტოს გადაღების შემდეგ ისინი გაღიზიანდნენ, ჩიხში შეათრიეს, ტელეფონი გაუტეხეს და დაჭერით დაემუქრნენ. მოქალაქე წერს, რომ მას და მის მეგობარს ემუქრებოდნენ გაუპატიურებითაც. მისივე ინფორმაციით ერთ-ერთი პოლიციელი, ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა, გიორგი იარაჯულია. რუსთავში მანქანიდან 15,000 ლარამდე თანხა მოიპარეს. ქურდობა ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაკავებულია 45 წლამდე კაცი. თბილისში ჭავჭავაძეზე კი მაღაზიები გატეხეს, საიდანაც 2,000 ლარამდე თანხა წაიღეს. დაკავებულია ორი პირი, მათგან ერთი წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 20-ზე მეტი მიგრანტი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გააძევა. Deutsche Welle-ის ინფორმაციით ტრამპის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა სადავო შეთანხმებებს აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთან იმ მიგრანტების დეპორტაციის მიზნით, რომელთა სამშობლოში გაბრუნებაც უკანონოა. რუსეთის ტულის ოლქში უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ ქიმიურ ქარხანა აზოტს ცეცხლი გაუჩნდა. ობიექტი ამიაკის უდიდესი მწარმოებელია რუსეთში. დრონებით თავდასხმა იყო კრასნოდარში, ნავთობაზა დაბომბეს იაროსლავში. აფეთქებების ხმები ისმოდა ორიოლში, ოკუპირებულ დონეცკსა და სმოლენსკშიც. სამიზნე ტერიტორიებზე ხანძრები გაჩნდა.